ცხინვალში დავიბადეთ. ცხინვალში გავიზარდე, იქ დავამთავრე სკოლა. იქ დავოჯახდი, იქ შემეძინა ორი ვაჟკაცი. 91 წლის იანვრის 6-ში, დილის 6 საათზე ცოლშვილი გამოვაპარე და გამოვედით და ჩამოვედით ქალაქ გორში. დავასახლე ცოლშვილი ეგრეთ წოდებულ ტურბაზაში, გორის ტურბაზაში და მე თვითონ წავედი ერგენეთის მისადგომებთან შექმნით ცხინვალელებმა ჩვენი მებრძოლთა ჯგუფი. ხშირად ჩამოდიოდი ცოლშვილთან, ვასწავლედი ბავშვებს იარაღის აწყობას, იარაღის როლას, პატარობიდანვე მიეჩვევნენ ამ ყველაფერს. შემდეგ ჩვენი გასაკეთებელი საქმე, რომელიც ჩვენ ვერ მოვამთავრეთ, ჩვენმა შვილებმა გააგრძელეს. 2004 წელს ჯერ უფროსი, შემდეგ უმცროსი ჩემი შვილები შევიდნენ სამხედრო სამსახურში. 4 წლის შემდეგ დაიწყო 2008 წლის 8 აგვისტოს ეს რუსეთ-საქართველოს ომი, სადაც ამ დროს მსახურობდნენ ჯავსან სატანკო ბატალიონში. ისინი გავიდნენ გორიდან და დადგნენ ცხინვალის მისადგომებთან. გიორგი რომელაშვილი ჩაუდგა ოცეულ სათავეში, სადაც განაცხადა, რომ მან ცხინვალი კარგად იცოდა და პირველები შევიდოდნენ ისინი ცხინვალში. მართლაც მისი მეთაურობით მისი ოცეული პირველები შევიდნენ შანხაის გზით, ეგრეთ წოდებულ შანხაის გზით ცხინვალის შესასვლელთან. პატარა შვილის ტანკი ააფეთქეს ეგრეთ წოდებულ სამშვიდობოებიდან, ესროლეს და ააფეთქეს. და ამ დროს უფროსმა ვაჟმა, რომელიც შეამჩნია თუ საიდან ესროლეს მის ოცეულის ტანკს, შეანგრია სამშვიდობო ჯარის კედლები, სადაც გამაგრებული იყვნენ ბაევიკები და შესვლისთანავე ეგრეთ წოდებულმა იმათ თავდაცვის მინისტრმა ბარანკევიჩმა არ ვიცი რა ესროლა, აფეთქდა ეს ტანკი და თვით დეტონაცია განიცადა და ნაწილებად დაიშალა. მეორე ბიჭის ტანკი, რომელიც აფეთქებულ ტანკში იჯდა, წინააღმდეგობა გაუწია მტერს, რათა მისი ტანკები გამოსულიყვნენ, მისი ოცეულის ტანკები გამოსულიყვნენ ნელ-ნელა. ამ დროს თვითმხილველები იძახიან, რომ სანამ ჩვენ თვალით უწვდებოდითო, მანამ იბრძოდა და შემდეგში რა მოხდა, აღარ დაგვინახიაო. როგორც შემდეგ დაზუსტდა, ტყვედ აიყვანეს, მთელი ღამე აწამეს და შემდეგში დახვრიტეს. ორივე შვილი დაიღუპნენ, მაგრამ არც ერთის გვამი არსებობს და არც მეორის გვამი. ერთისა საკაცეში გამოიტანეს მხოლოდ ხელის მტევანეიდო, მეორე მუხათგვერდში საფლავია გაკეთებული, მაგრამ არასვენია საერთოდ გვამია დაკარგული, ისე რომ ორივე შვილი არ მინახია, არც ერთის გვამი არ მინახია საერთოდ. ეს ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ ცხინვალი და აფხაზეთი არ დაგვიბრუნდება. არ მინდა რომ ჩემი შვილების სისხლმა უყოლოდ ჩაიაროს. მანამ ცოცხალი ვიქნები, მანამ თუ დასჭირდება სამშობლოს ჩემი თავი, მე მზათა ვარ ყოველთვის იარაღი ავიღო და კიდევ ერთხელ ვიბრძოლო. მანამ არ ვიქნები ბედნიერი, სანამ ცხინვალი და აფხაზეთი ჩვენი არ გახდება.